ძნელია ფილაქან აყრელმა რუსთაველმა, პარლამენტის გამორულმა ფასადმა, შუშებ ჩამტრეულმა, ჩაშავებულმა ოთახებმა და ბილწმა წარწერებმა 90-იანების ძმათა კვლავ არ ამოგიტივდიოს და ბრაზიც, რომ იმავეს ცდილობენ დღესაც გარე თუ შიდა ძალები. ავტომატების სროლამდე საქმე არ მისულა, თუმცა შესაძლოა მხოლოდ იმიტომ, რომ საბრძოლო არსენალი სააკაშვილის სამხედრო მინისტრის კეზერაშვილის ბინიდან, სადაც ამჟამად მისი ცოლის ძმა და ნაცამბოხის კოორდინატორი ცხოვრობს, ამოღებულია. გავათავისუფლეთ საქართველოს. რას იცინი რო იცინი შეკიდე? გიხარია ქართველების საფოსტა. გიხარია ქართველებზე დამიზნება, რუსთაველის გადაწვა. იგივეა საკითხავი დღესაც, 30 წლის შემდეგ. ამჯერად ომის პარტიის მორჩილი კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალისხმევის შედეგად, რომელიც რეზიდენტურის პრინციპით მოქმედებს. ოფისები, სადაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ერთი ოფისი იყო ბესიკის ქუჩაზე, ერთი ოფისი იყო ბროსეს ქუჩაზე, ანუ რუსთაველის ერთი ზედამხარეს, მეორე რუსთაველის ქვედამხარეს და ერთი რუსთაველის, ესე ვთქვათ, ბოლოში ნიკოლაძის ქუჩაზე, რათა ყველა მხრიდან ადვილად დროში მოკლევადაში ყოფილიყო შესაძლებელი ძალადობრივი საშუალებებით, აუცილებელი საშუალებებით მომარაგება. რაც იმის დასტურია, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მათ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი და იყო კარგად დაფინანსებული, შესაბამისი მასშტაბური შედეგით. პარლამენტის ოთახებში ხანძარი გიზგიზებდა, იწოდა საზოგადოებრივი სკამები და განადგურებულია ნაგვის ურნები და ასე შემდეგ. ეს არ არის მშვიდობიანი, ეს არის ძალადობრივი აქციები. შენ კაცი ხარ და კაცურად მოიქეცე, ბიჭო, ყალეები მითრო იქცე. უზრდელი ხარ. უზრდელი ვარ კი არა, მეტიც ხარ. და შეაშინეთ ბებია თქვენები, გაიგეთ? აი ეს პირველები გაიქცევიან რო რამე. და თქვენ სიებს ყველგან ამბობთ და ყველგან დედამოგეთხნებათ რო რამე. მალადეც. კი, მალადეც კი არა, ეგრე იქ. დიდი შეება და ახლა მეხმარება ქვემო ქართლის გუბერნატორი. ასობით დაშავებული პოლიციელი და დემონსტრანტი, ფსიქიკა შერყეული ბავშვები, რომელთაც ასანთი მისცეს ხელში და რუსთაველზე მიუშვეს. ცხადია, ეს ქაოსი ომის პარტიის ნახელავია, რომელსაც ისევ ომი უნდა. ეს იყო წინასწარ კარგად ორგანიზებული, მასშტაბური და ერთი ცენტრიდან კოორდინირებული ქსელი, რომელშიც მონაწილეობდა დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციიდან, გაგრძელებული საელჩოებით, ევროკავშირის ინსტიტუტებით, საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტით, პოლიტიკური პარტიებით, NGO-ებით, ადგილობრივი და საერთაშორისო მედია საშუალებებით. ეს იყო ძალიან ძლავრი კიდევ ერთი ფაზა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მიზნით. მხოლოდ ძალადობრივი გზით ამღვრეულ წყალში მათ შეეძლოთ თევზის დაჭერა, ანუ ძალაუფლების მოპოვება. ამიტომ ისინი პირდაპირ დაადგნენ არჩევნებამდეც და რა თქმა უნდა არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაადგნენ პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების გზას. სენატორო შაჰინ სატელეფონო საუბარმა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც თქვენ მოაწყეთ, თვალები აგვიხილა, რომ იქ სანქციებია საჭირო. იმედი გვაქვს, მაგნიტსკის სიაში მოხვედრა დააბრუნებს საქართველოს მთავრობას სწორ გზაზე. და რატომ გაისარჯა სენატორი შაჰინი ასე ძალიან, რომ ზურაბიშვილის დეზინფორმაცია შეასაღა სენატს, იმიტომ რომ მის ომის პარტიას საქართველოზე გავლენა უნდა, რაც მარიონეტი ნაცმოძრაობის დროს ჰქონდა და დაკარგა. Admiral Fowler, I want to start with you because I find
ადმირალო, მე ხელში მაქვს მსოფლიოს ქვეყნებზე ჩინეთის გავლენის რუკა. შეგიძლიათ მომცეთ ასეთივე რუკა, რომელზეც ჩვენი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები იქნება დატანილი. Senator, our influence is eroding, and that margin is shrinking, and we'd be best able to show that with arrows that have downward trends. ჩვენი გავლენები სუსტდება. ჩვენი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების რუკაც ვიწროვდება და ამას ჩინელებიც ხედავენ. ჩვენმა ერთმა ევროპელმა მოკავშირემ მითხრა: ევროპა სამაშველო ნავშია და იძირება. ჩინეთის გავლენა კი იზრდება. ხო და როცა იძირები, ვინც პირველი გადმოგიგდებს მაშველ რგოლს, იმას ჩაეჭიდებიო. That is disappointing. ვიცი კი ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომ დაგისვით ეს კითხვა. ვიცი რომ ვკარგავთ გავლენებს, მათ შორის საქმე ლათინურ ამერიკაშიც. კი და ეს მიუღებელია. ცხადია, ომის პარტია საკუთარ გავლენებზე დარდობს. თორემ საქართველოში ნაცმოძრაობის დროს რომ არჩევნები ყალბდებოდა, ისეთი უნდა, მაგრამ მაშინ ეს არ ადარდებდათ. This year, the OSCE observed more than a dozen elections, including the recent United States election. წელს EUTO 10-ზე მეტ არჩევნებს აკვირდებოდა, მათ შორის ამერიკაში. EUTO ოქროს სტანდარტს ინარჩუნებს და დამკვირვებლებმაც ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველი პარტიის მიერ არჩევნებზე ზეგავლენის ფაქტები გამოავლინეს. ეს შაჰინის თანაგუნდელი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენია. იცის, რომ ცალკეული ხარვეზების ფონზე EUTO-მ ქართულ არჩევნებს კონკურენტული უწოდა და დაასკვნა, რომ ამომრჩეველმა თავისუფალ გარემოში გამოხატა თავისი ნება, მაგრამ ამ დემარშით ცდილობს საკუთარი პოზიცია სხვა ქვეყნებს მოახვიოს თავს და პასუხმაც არ დააყოვნა. In an era of increasing polarization, მზარდი პოლარიზაციის პერიოდში, როდესაც პოლიტიკური აქტორები ცალმხრივად არასამართლიანს უწოდებენ არჩევნებს მხოლოდ იმიტომ, რომ თავად არ გაიმარჯვეს, საარჩევნო დაკვირვების მისია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ნეიტრალურ, მეცნიერულ და გამოცდილ მეთოდებს ვიყენებთ და ამ ნარატივს ამ გზით ვუპირისპირდებით. ჩვენი მიზანია ხალხის ნებამ გადაწყვიტოს არჩევნების შედეგი და არა პოლიტიკურმა ინტერესებმა. აღმოსავლეთიდან იქნება ის თუ დასავლეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ 2 მილიონმა საქართველოს მოქალაქემ უპრეცედენტო დიდი რაოდენობის საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლის თანდასწრებით დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, არ წყდება სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით. ვხედავთ ასევე მცდელობებს დაკრინდეს EUTO ODIHR-ის როლი და მისი საქმიანობისა და შეფასებების მნიშვნელობა. ეს ქმედებები გამოიყენება საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის შესაქმნელად. ვაგა ბოჭორიშვილმა თქვა საქართველოს სათქმელი და ყველას სთხოვა უმორჩილესად, რომ როდესაც EUTO ODIHR-ი ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული, საქართველოში არ მომხდარა გაყალბება, ქართულმა ხალხმა გააკეთა ძალიან მკაფიო არჩევანი, პატივის სცენ სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებულ დასკვნებს. თუმცა ცალკეული ქვეყნის თხოვნა-მოთხოვნა ომის პარტიას არ აინტერესებს. მას საკუთარი დღის წესრიგი აქვს და ამბიცია, რომ ის ყველამ უნდა გაიზიაროს. The United States shares the concerns of many OSCE members about Georgia Dream's decision to suspend Georgia's EU accession process. EUTO-ს არაერთი წევრი ქვეყანა იზიარებს ჩვენს შეშფოთებას ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო. შეწყვიტოს ევროკავშირში გაერთიანების პროცესი და ასევე იზიარებს შეშფოთებას ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ მოქმედებებთან დაკავშირებით. ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, სრულად ვაცნობიერებთ ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და მოველით ამ პროცესის არაპოლიტიკური მანიპულაციებისთვის, არამედ დიალოგისა და რეალური ინტეგრაციისთვის გამოყენებას. ყველა ესეთი ტიპის პლატფორმა ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი პოზიცია, თუ რამდენად მყარად დგას ჩვენი სახელმწიფო და თუ რა არის ჩვენი ღირებულებები და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმას, რომ ჩვენი გზა რა თქმა უნდა არის ევროპისკენ, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით. This has eerie overtones. 2014. ამ ყველაფერს 2014 წლის ტონალობა აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში მშვიდობიან პროტესტს და ვგმობთ რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს თავისი ქვეყანა ევროპის გზაზე დარჩეს. 2014 წლის ტონალობაში ბლინკენმა უკრაინის მაიდანი იგულისხმა და ღიად დაადასტურა ის, რასაც ქართული ოცნება დიდი ხანია დასავლეთს ედავება. კერძოდ საქართველოში მაიდნის მოწყობის სურვილი. 16 დეკემბერს იგეგმებოდა
საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაღნობით ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოში საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას. ისინი მთელ გეგმებს ემზადებოდნენ და აწყობდნენ 16 დეკემბერს. 16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკების გახსნაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. და ეს გეგმები ჩაუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ. მაიდნის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების ნაადრევის სცენარი პარლამენტის წინ 28 ნოემბერს ჩაეშვა. ყალბიფაბულით, რომ პრემიერმა კობახიძემ ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა და შესაბამისად ახლა ნაცმაიდანი იწყებაო. ბოლო წლებში მაიდნის რიგით უკვე მეოთხე სცენარზე ახალ რეჟისორად სალომე ზურაბიშვილი დაამტკიცეს. რაც პრეზიდენტმა გააჟღერა ამ საკითხების ირგვლივ, ჩვენ გვექნება სრული მზაობა, სრული ერთიანობა. ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მანისაუბრა არის აბსოლუტურად სწორი. როგორც შინაარსით, ასევე სწორი მიმართულებებით ნათქვამი. მე ვერ შევამჩნიე ლიდერებს შორის რაიმე უთანხმოება. ლიდერთა შორის ლიდერი იმ დღეს პირადად ამოწმებდა მაიდნის მიზანსცენებს და თავის ახალ სტატუსსაც ხაზს მაქსიმალურად უსვამდა. ეს არის წინააღმდეგობა. თქვენ მიიღეთ თუ არა დაპირება ოპოზიციისგან, რომ ამ ოპოზიციისგან მიიღეთ თუ არა დაპირება, რომ იქნება ის იყო ხალხში, მაგრამ როგორც ადრე განაცხადა, იდგა ხალხზე მაღლა. არ პასუხობდა ჟურნალისტებს და მოწყალებად ღიმილს არიგებდა. გზას ამალა უკაფავდა და პერიოდულად ოვაციებსაც უძღვნიდა, თუმცა ხალხი არ ახვა. სკანდირებას რომ ვერ მიაღწია, ხალხში ფუჭად ხეტიალის 50-ე წუთზე თავისი რეჟისორული ჩანაფიქრი მონოსპექტაკლად წარმოადგინა. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ვიცი, ვიცი რა შედადებით. მაინტერესებს პასუხი. თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ? ისეთი არაფერი, მაგრამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას მაინც ესე ამოვნა და ლიდერს მაზან დააუწია. ეს არის რაღაცნაირი სხვა შინაარსის პროტესტი. უნდა გატყდეს პოლიცია. მორალური თვალსაზრისით ეს სპეცნაზი უკვე გათახსირებულია. უკვე არაადამიანურია. დანაშაული იყო პოლიციელებზე თავდასხმა, დანაშაული იყო პარლამენტის გადაწვის არაერთი მცდელობა, ვანდალიზმი, შუშების ჩატეხვა, თავდასხმები მოქალაქეებზე და მანქანების დამტვრევა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ უერთდებოდნენ აქციებს. საათების განმავლობაში უპირისპირდებოდნენ პოლიციას, ლანძღავდნენ მათ უშვერი სიტყვებით, აგინებდნენ, შემდეგ გადადიოდნენ მოლოტოვის კოქტეილების სროლაზე, პიროტექნიკის სახეში დამიზნების სროლაზე, ქვების სროლაზე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სამართალდამცავ უწყების თანამშრომლებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ გამოავლინეს ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი და რაც თავარია, მოთმინები ძალიან დიდი უნარი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ იციან, რომ ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს. პროფესიულად მოქმედი პოლიცია მთავარი წინაღობა აღმოჩნდა ნაცმაიდნის გზაზე. ამიტომ ნაცმედია ერთიანად მათ ლანძღვასა და ბულინგზე გადაერთო. სახლებში მივარდნებითა და ოჯახების დაწიოკებით, სიების გამოქვეყნებით და ანგარიშ სწორების მუქარით. ასეთ ადამიანებს, ვინც სწორედ ამ სიებს აკეთებს, ყველაზე მეტად უნდა ეშინოთ. ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმი. უამრავი ადამიანი არის ასეთი ბულინგის მსხვერპლი, ასეთი ბულინგის ქვეშ, ბევრი ვერ უძლებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბულინგი იქნეს დასრულებული. რა გინდათ ბაზაზე მაშინ ამ ფორმაში? დუბინკებიც ქონიათ. საოკუპაციო ხაზზე არ ხართ საჭირო, იქ უნდა წახვიდეთ? ახლა მათთან სახლებში მივდივართ და იქ ვამოწმებთ, როდის და რა მიზნით დაატოვებინეს საოკუპაციო ხაზის მცველებს შიდა ქართლის ბაზა. და მე რა თუ ინფორმაცია არასწორია. მთავარი ბულინგია და გაწერილი სცენარის მიყოლა. თუმცა მიზანი პოლიციის დემორალიზებაა. გადმოდით ხალხის მხარეს. გაემიჯნეთ ამ სისტემას, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადად მე და სრულად დაგეხმარებით იმაში, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. უღალატეთ მოვალეობას, დაარღვიეთ ფიცი და ევროპის საგზურებს მოგცემთო. რა ხნან, სხვანაირად მაიდანი არ გამოსდით.
დგამენ ანალოგიურ სცენებს, იყენებენ იმავე მეთოდებს, იმავე ლოზუნგებს, მაგრამ შედეგს ვერ აღწევენ. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ისვრიან აქეთ მოქალაქეების მისამართით ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს და პერიოდულად აქციის მონაწილეებიც ისვრიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მისამართით გარკვეულ საგნებს, ეს იქნება ბოთლები თუ რაიმე ისეთი საგანი, რაც ვერ გამოიწვევს სიცოცხლის დაზიანებას. ხვალ უკვე შეტევით ფაზაში ვიქნებით, აი განსაკუთრებულ შეტევით ფაზაში. დღეს აქ იქნება ასე ვთქვათ ბრძოლა, მე დარწმუნებული ვარ. ჩვენ უნდა მოვაწყოთ მილიონიანი მარშები. ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ქართული ბიზნესი უნდა იდგეს ქართულ ხალხთან. კი, როგორც ხაზარაძე დგას. ჯერ მილიონობით მიენაბრე გაძარცვა. ახლა კი ძალაუფლებაც უნდა და ჩემთვის იბრძოლეთო. მე ვარ აქ თქვენთან ერთად. რიგითი ჯარისკაცი, რიგითი ერთი ქართველი. ტრაგედიაა თუ კომედია ვეღარ გაიგებ. სცენარი აშკარად დასახვეწია. თუ არ ჩავთვლით მაიდანთან ასოცირებულ სცენებს, უთუოდ მაღალი შესრულებაა. მიტინგების მხრიდან ისევ პიროტექნიკის გამოყენება ხდება, სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ ჯერჯერობით თორნიკე თავიდეთ ადგილზე არ არის უსაფრთხო. შეგვიძლია შევადაროთ მაიდნის სცენებს, სადაც ასევე პიროტექნიკით დაიწყეს და მალევე მოლოტოვის კოქტეილებზე გადავიდნენ. სპეცრაზმელებს ცოცხლად წვავდნენ და იგივე სცენარი ჰქონდათ თბილისშიც, როგორც ნაცუჯრედების ოფისების ჩხრეკამაჩვენა. ასობით გამზადებული ასაფეთქებელი, რადიოგადამცემები, ხელნაკეთი შუბები, საწვავი ბალონებით და ბოთლები ფიტილით. მაიდნის არსენალის სრული რეპლიკა. ყველაფერი რაც აქ არის იმისთვის რომ გაუწიოთ წინააღმდეგობა უკანონო არაკონსტიტუციურ ხელისუფლებად, რა თქმა უნდა. პიროტექნიკაც, საღებავების, ყველაფერი არის პროტესტისთვის. ყველაფერი არის ბენზინი არის გენერატორისთვის, გენერატორი არის პიკაპისთვის, პიკაპი არის პროტესტისთვის, ლაზერები არის თქვენ შესაძლებლად იმისთვის, რომ პოლიციელებს ვანანათოთ. დროს ოფისში, ხოშტარიას ოფისიდან იქნა ამოღებული უზარმაზარი რაოდენობის, მე მგონი საწყობებშიც კი არა აქვს ამ რაოდენობის პიროტექნიკა. არ ყავდათ მართველი, როგორ არ ყავდათ, აბა ვინ მართავდა ამას და ვინ აძლევდა, ვინ უნახავდა ამას და ვინ ამარაგებდა, ვინ აჭმევდა, ვინ ასმევდა ამათ. ეს ყველაფერი იყო, რა თქმა უნდა, მართული ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც ფაქტიურად გადაიზარდნენ კრიმინალში. მაკეინის ინსტიტუტის მიერ გადაცემული გაიდლაინის მიხედვით მოქმედებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერები. ისინი არ ჩნდებოდნენ, თუმცა საათობრივად ჰქონდათ გაწერილი რა დროს რა უნდა დაეწყოთ, რა დროს უნდა დაეწყოთ პოლიციის შეურაცხყოფა, შემდეგ რა მომენტში უნდა გადასულიყვნენ ქვების სროლაზე, მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე, პიროტექნიკის სროლაზე სახეში დამიზნებით, რა დროს უნდა დაეწყოთ შტურმი პარლამენტზე. გაწერილი იყო აქციაზე მოქმედების გრაფიკიც. ყოველ საღამოს 10-დან 12 საათამდე შუალედში იწყებდნენ შეტევას და მოქმედებდნენ ზუსტად ერთ თარგზე გამოჭრილი ტაქტიკით, რასაც აღნიშნავდა მედიაც. გუშინდელ სცენარს ძალიან გავს ეს ყველაფერი. ისინი აგრძელებენ კვლავ კვერცხებით, აი ფეიერვერკით. აგერ ჩვენ გუშინდელ ხედავთ ამ ასე ვთქვათ ტაქტიკას ის მონაწილეების მხრიდან. ზუკა არ დასველდე. თავარია არ დასველდე ზუკა, თორემ პოლიციაზე თავდასხმა პრობლემა არ არის. იყო დადგმული, წინასწარ გათვლილი, ყავდა ერთი ავტორი. ეს არის Deep State, ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ კიდევ მოქმედი დემოკრატების ადმინისტრაციის რეალური მმართველი ძალები, რომლებიც დღესაც იქამდე სანამ მიმდინარეობს გადაბარების პროცესი, ცდილობენ შეინარჩუნონ გავლენები საქართველოში. უკვე გამოცდილი მაიდნის სქემით, რომლითაც უკრაინა ჯერ ძმათა მკვლელი ომის ალში გახვიეს, შემდეგ კი რუსეთთან ომში ჩააბეს, ასობით მილიარდის სამხედრო შეკვეთები მიიღეს. უკრაინა კი ყოფნა არ ყოფნის ზღვრამდე მიიყვანეს. 2014-ში ეს სახელმწიფო მდივნის თანაშემწისა და ამერიკის ელჩს შორის სატელეფონო საუბრის გააჯონვით გამჟღავნდა. რას ფიქრობ? ფიქრობ ვაკონტროლებთ თამაშს. პრემიერ-მინისტრის მოადგილედ კლიჩკოს ასახელებენ, მაგრამ გადაწყვეტილება შენი მისაღებია. კარგია, რომ იაცენიუკი უკვე გაამზადე სათადარიგოდ. არ მგონია, რომ კლიჩკო უნდა იყოს მთავრობაში. არ მგონია, რომ ეს საჭიროა ან კარგი იდეა იყოს. და რას ფიქრობ? მოვაშოროთ კლიჩკო მთავრობას და უბრალოდ თავისი პოლიტიკური დავალება შეასრულოს? ასევე რას ფიქრობ? ზომიერი დემოკრატები ხომ არ გავაერთიანოთ?
ფიქრობ, იაცენიუკი გვჭირდება. მას აქვს მართვის გამოცდილება. არ ვაპირებ პირადი დიპლომატიური საუბრის კომენტირებას. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ სუფთა ჩანაწერი იყო და ყველაფერი კარგად ისმოდა. ქართველი იაცენიუკი დღეს სავარაუდოდ ზურაბიშვილია და ვიქტორია ნულანდიც ისევ ცხენზეა. NGO-თა მეხუთე კოლონის მთავარი ბუღალტერია. ფიგურა ვიქტორია ნულანდი დაინიშნა დემოკრატიის ეროვნული ფონდის, იგივე ნედის დირექტორთა საბჭოში და ერთ-ერთი ოფისი, რომლიდანაც სწორედ სამართალდამცავებმა ამოიღეს ძალადობრივი აქციებისთვის განკუთვნილი კანონგარეშე საშუალებები, არის სწორედ ნედის მიერ დაფინანსებული. მხედველობაში მაქვს დროას ოფისი. ნიშანდობლივია, რომ ნაცოფისებიდან არსენალის ამოღების შემდეგ ძალადობა რუსთაველზე შეწყდა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ის ცენტრალიზებულად სწორედ ნაცმოძრაობის მიერ იმართებოდა. შეწყდა თავდასხმები პოლიციაზე, შეწყდა თავდასხმა პარლამენტზე და მიტინგი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ატარებდა აბსოლუტურად აგრესიულ და აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო სახეს, გადაიზარდა მშვიდობიან აქციებში. აქედან გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო კარგად ორგანიზებული კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ. ფაქტობრივად ისევ ჭყალებში, რო თქვა, შეიარაღების გარეშე დარჩნენ და შემდეგ ეს აქციები უკვე გადავიდა მშვიდობიან, შეგვიძლია დავარქვათ, რომ უკვე მშვიდობიანი აქციები იყო, სადაც რა თქმა უნდა პოლიციის მხრიდანაც არ ყოფილა არანაირი საჭიროება ამ აქციის დაშლასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა არ არის ის, რომ რაღაც დღეს შეიძლება ფეერვერკები არ იყოს რუსთაველზე. ეგ არ არის არსებითი არის პროტესტის გაგრძელება ნებისმიერ შემთხვევაში. ნებისმიერი შემთხვევა მოსკოვიდან ელვა გადმორიცხვა აღმოჩნდა. 12 დეკემბერი. პლატიოჟნოე პორუჩენიე 4.448.108 რუბლსა და 91 კოპეიკზე, ანუ დაახლოებით $50,000-ზე. გამომგზავნი თეატრალნი აგენტ. მიმღები ხოშტარია. იმავე დღეს დროას ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მარაგები შეავსო. ჩვენ გვაქვს პიროტექნიკა, კვერცხები, რომელსაც ვესვრით აგრესიულ პოლიციელებს. გვაქვს პლედები, პარალონები, პუფები, ლაზერები, რომელსაც ვანათებთ სპეცნაზს. მაიდნის სცენარით კულმინაცია მსხვერპლია და არ აქვს მნიშვნელობა აქციების რომელიმე აქტორი ამაზე მოაწერს ხელს თუ არა. სცენარის ეს ნაწილი გარედან სრულდება. ისევე როგორც ეს 2014-ის მაიდანზე მოხდა. ანდრეი შევჩენკო, მაიდანის მოძრაობის წევრი. მაშინ იქ იყო აქციაზე. ამბობს, რომ სროლები დაიწყო თუ არა, მას პოლიციის უფროსმა დაურეკა. მირეკავს და მეუბნება. ანდრი, ვიღაცეები ესვრიან ჩვენს პოლიციელებს ავტომატებით კონსერვატორიის მეორე სართულიდან. გთხოვ, რამე მოიმოქმედე, ეს უნდა შეჩერდესო. მოგზავნე ჯგუფი კონსერვატორიაში შესამოწმებლად, თუმცა ნახევარ საათში უკან დაბრუნდნენ. ვერავინ ნახეთო, დღემდე არ ვიცით ვინ ესროლა დემონსტრანტებს. სნაიპერი ან სნაიპერები, რომლებაც სრულ ქაოსში შეასრულეს დავალება და ვერავინ ნახა. ცხადია, ოპოზიცია ვერ იქნებოდა. ფიქრობენ, რომ უცხო დაზვერვის სამსახურიდან იყვნენ. პოლიცია ადგილზე არ არის. ერთი პროვოკაცია უკვე ვნახეთ, როდესაც შენიღბული პირები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. რა იქნება შემდეგი ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ლელოს წევრები სწორედ ამ თემაზე საუბრობდნენ აქციაზე. ყველა ფორმა უნდა გამოიყო. კანისტრა ჩანდეს, რომ გაივლი, აქედან ჯიპი და იმასკენი, რაგი გესწავლე ბატო ესე და მიასხი და მეორემ გამოიარე ბიჭოკი. გადააგდო ხუიმოსნაი, რავი მე გამოიარე სიგარეტი გადავაგდა რუსეთის დედაცმო. ლელოს პარტიის წევრები, სხვადასხვა პარტიის წევრები, სხვადასხვა რადიკალები პირდაპირ საუბრობდნენ მსხვერპლზე, პირდაპირ საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ შენობები უნდა გადაეწვათ, პირდაპირ საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფეერვერკებით აყირავებული მთავრობა უჩვენო ჯერ არ გვინახავსო და უკვე სხვა ტიპის შეიარაღება უნდა გამოვიყენოთ. ახსენეს ტრუპიც, თანაც ისეთი სერიოზული. დანაკარგზე ოღონდ მინიმალურზე საუბრობს ელენე ხოშტარიაც. ისტორია იწერება დღეს, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო შედგა. მე მინდა რომ ეს იყოს მინიმალური დანაკარგი. რამდენია მაინც მინიმალური დანაკარგი? ერთი ტრუპი, ორი, სავარაუდოდ სწორედ ამაზე ბჭობენ ახლა ომის პარტიის აგენტები, რომ როგორმე მაიდნის სცენარი გააცოცხლონ.
ჩვენი ბრძოლის შედეგი იქნება ის, რომ გაგვიჭირდება ძალიან ბევრს ვიბრძოლებთ. სამწუხაროდ შეიძლება ამ ყველაფერს მსხვერპლიც მოყვეს, მაგრამ ზღაპრის ბოლო კეთილია. საინტერესოა, თავად თუ შესწირავს თავს კეთილდაბოლოებას. ალბათ არა. მაიდნის სცენარის შეკავებას ხელი კონსპირატორების დაკავებამაც შეუწყო, რომლებიც რადიკალიზაციის გზებზე მსჯელობდნენ. მათ შორის ახალგაზრდებიც აღმოჩნდნენ. დასრულელი იქნება, რა თქმა უნდა, აქვია მავთუხლართები რა. იმიტომ რომ მაგათი გაჭრა გარღვევა ძალიან რთულია. ჩვენ ამდენიმე ფარი ავაწყეთ ფარით ამ ფარზე რო ქონდა აქცია და იქ დეტალურად ვასწავლეთ და ვაჩვენებთ, მაგრამ თუ საჭიროა ხელახლა გაჩვენებთ თვალსაჩინოდ როგორ უნდა ავაწყოთ რა. ძალიან მნიშვნელოვანია მაიდანზე ეგ ქონდათ. 20 წლის ზვიად ცეცხლაძე იმდენ ხანს ატრენინგეს NGO-ებმა, რომ ფანატიკოს ნაც კამიკაძე დაქციეს. ჩვენ არ შევჩერდებით, მაგრამ სანამ მიზანს არ მივახცევთ რა. ყველგან ამას ვიტყვი, რომ ფიცი გვაქვს ნათქვამი და უკან დასახები გზებით ჩავხერგეთ. საკუთარი სიცოცხლის გაწირვაზე ფიცი აქვთ დადებული მისი დაჯგუფების სხვა წევრებსაც. ნაცმოძრაობას თუნდაც მხოლოდ ამ ბავშვების ზომბირებისთვის უნდა მოეკითხოს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი არის საბოლოოდ დასამარცხებელი და რა თქმა უნდა მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულება იყო შეტევაში სკოლის მოსწავლეების ჩართვაც. არავის ფაშისტების გარდა ფრონტის ხაზზე ბავშვები არ გაუწევია. ბათუმში და ქუთაისში ბავშვები ამას აკეთებენ თავისი და მე ბავშვებო გუშინ წინ მე რა ჩვენ ბავშვებო რო იქეთ ამ სკოლაში რო სწავლობ თქვენი პრეზიდენტი რა არის რა ფორმა ამ სკოლაში არ მოყავს არა მაშინ შენმა შვილმა უცხო ტიპი რომ მივიდეს და წაიყვანოს ეხლა სადმე მოგეწონება მე ორი შვილი დამყავს ამ სკოლაში და საგაკვეთილო შენმა შვილმა რომ წაიყვანოს ქართული ოცნების მოგეწონება უცხო კაცმა არავინ არ სადაა ყველას თავისუფლება აქვს როგორ გეხარ ძმაო და გამოდიხარ და აგიტაციას აწარმოებ ცხადია ყველამ ვინც ამ პროცესის უკან იდგა უნდა აგვას პასუხი და არსებობს კონკრეტული ფაქტები, მოწოდებები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა სკოლებს და სკოლის ასაკის ბავშვებს ჩართულიყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში, არამედ გამოსულიყვნენ ბრძოლის წინახაზზე და ჩართულიყვნენ ქუჩის მასობრივ არეულობებში. ამ წუთებში აქცია იწყება თბილისის 117 საჯარო სკოლასთან, სადაც მოსწავლეები საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად გამოდიან. ჩვენ ცხოვრებაში არაფერი არ იქნება აპოლიტიკური, რადგან როდესაც აპოლიტიკურად ცხოვრობ, ესე იგი შენ არჩევანს არ აკეთებ და ვიღაცა შენთვის აკეთებს არჩევანს და მე მას უნდა დაემორჩილო. ჩვენ ეს არ გვინდა. ფრანკლინის კლუბის ზუსტი ტექსტი, რომელიც ამერიკული დაფინანსებით ათასობით ბავშვს სწორედ ამ დღისთვის დააზოთხინეს, ისე რომ შინაარსი არ აუხსნეს. გუშინ გიას ლექციამდე რომ მეკითხა, ვინ ხართ აპოლიტიკური თქო, რამდენი აწევდით ხელს? გულწრფელად ხა ვიცი რომ გუშინ გაიგეთ, რომ ოკეი. რას ნიშნავდა გუშინდელ დღემდე თქვენთვის აპოლიტიკური? აი, რა გეგონათ? რატო გეგონათ თავი აპოლიტიკური? აი ასე მარტივად აქციის გამოცდელი ახალგაზრდები პოლიტიკურ აქტივისტებად. ხოლო გია, რომლის ლექციაც ახსენეს, გირჩი ჯაფარეძის ძმა, ნაცპროფესორი, პოლიტიზების დიდი სტაჟით. ესეც პოლიტიზებული მოსწავლე, რომელსაც აქციაზე ზედიზე დაჩეჩებენ ხელში ქვებს, რომ პოლიციელს ესროლოს და თავში მოარტყას. სიზუსტისთვის ცხადია შეაკებენ. ფაქტობრივად ცეცხლს მიცეს არასრულწლოვნები იმისათვის, რომ აი ამ ქაოსში, ამ ძალადობაში მომხდარიყო, დამდგარიყო მძიმე შედეგი და ამ ყველაფერს შეწირულიყო ადამიანების, განსაკუთრებით ბავშვების, ახალგაზრდების სიცოცხლე. კიდევ ვის მოუწოდებენ ჩაებან შეტევაში? ალბათ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს. ბაღის თანამშრომლებს მიუმართავ, თქვენს ბაღებთან დადექით, გამოდით, თქვით, რომ ძალადობის წინააღმდეგი ხართ და თქვით, რომ გინდათ თქვენი შვილების მომავალი ევროპაში. თუ რაიმე გაუგებარია, აგერ დღის
რას ემსახურება ამ მასობრივი ფსიქოზის გაღვივება? რა თქმა უნდა, ომის გამოწვევას და ბევრი უკვე მივიდა კიდეც კონდიციამდე. ომის დროა. ნუ გეშინიათ ხახნო, ომის დროა. კი ომი მინდა, ყლეო, ომი მირჩევნია იმას, რასაც ახლა ეს ყლე ტერორისტული დაჯგუფება აკეთებს და გვარუსებენ. ესენი თუ ნორმალურები არიან, რატო არ გამოდიან? კი, გამოდიან უკვე სპეცბრიგადები შავი ნიღბებით, რომელთაც ძალადობასთან ძალადობით ბრძოლისთვის ქმნის ომის პარტია. ხელჩართული ბრძოლიდან ომამდე კი მოკლე მანძილია. იცოდეთ, რომ თქვენ ხართ დაცულები და ვერავინ ტიტუშკა, ვერაფერს ვერ დაგიშავთ. სანამ ნაცმოძრაობის ყველა დესტრუქციული ელემენტი არ განეიტრალდება, ჩანს ომის პარტია არ გაჩერდება და ყველა ხერხს იხმარს, რომ ქვეყანა კიდევ ერთ ძმათა მკვლელ ომში ჩაითრიოს. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა მერწმუნეთ ჩვენ თუ არ დავასრულეთ. ნუ ახალ წლამდე ამიშოთ, ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე იცოდეთ რომ შემდგომ უკვე ეს ძალიან გვიან იქნება. ისინი მიდიან ვაბანკზე და ყველა აკრძალული მეთოდით ცდილობენ საქართველოს გახვიონ ცეცხლში. ეს არის შეიძლება ითქვას ამ გზალების უკანასკნელი კუდის მოქნევა გამომდინარე იქიდან რომ ძალიან მალე დადგება, გაფორმდება ცვლილებები, რაც გულისხმობს ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლას, რომელსაც ექნება შესაბამისი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი გავლენა ასევე ევროპაზე, ევროკავშირზე და ევროპულ პოლიტიკაზე. პირობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, სადაც ნაცმაიდანი ვერ და არ შედგება ვერასდროს. მოლდოვის მთავრობამ ოპოზიციური ჯგუფის შორი გააუქმა. დესტრუქციას მიწყობსო. პასუხად კი ევროკავშირმა მოლდოვას მოლაპარაკება გაუხსნა. იქნებ იგივე მართებს საქართველოსაც.